რეპეტიციების პროცესი იყო ფანტასტიკური, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე თემურჩხაიძის სახელოსნო არის, ჩემთვის მაინც რაღაც სასწავლო გარემოსავით იყო და მსახიობებიც დამეხმარნენ ამაში. ხათ იმისა რომ ძალიან დავმეგობრდით და ახლა ურთიერთობა გვაქვს. ბევრ რამეს სწავლობდი მათგან. პიესა ჩემთვის როგორც კი ალექსმა პირველი ფრაზა ახსენა, რომ ეს არის ოჯახზე, სადაც დედა ბრუნდება შვილებთან, მაშინვე მივხვდი, რომ მინდოდა ამაზე მუშაობა, იმიტომ რომ ოჯახის თემა ძალიან მაინტერესებს. მშობლების და შვილების, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამხელა გაუცხოება, როცა არ გაქვს ურთიერთობა, იმიტომ რომ არ არის შენთან ყოველ დღე და შეიძლება თუ არა, რომ ამის შემდეგ, ამხელა ურთიერთობაში ამხელა წყვეტის შემდეგ აღადგინო ძველებური ურთიერთობა და გქონდეს ბედნიერი ოჯახი. რამდენი ხნითაც გინდა იმდენი წადი. კარგი. მოდი ერთი ეს შენ შემიკარი. შეგენი თუნდაც. თუთა შუგუნცალე. აზია პიესა. მოკლედ რომ მოყვეთ. რაზეც ალბათ არის ერთადად პიესების უმრავლესობა, ეს არის წარსულში ჩადენილი. დანაშაულზე, რომელშიც შეიძლება ბრალი არავის არ მეუძღვის, მაგრამ ეს დანაშაული ყველას თავდაყირა უყენებს ცხოვრებას. და შემდეგ არის უკვე არჩევანზე. ანუ მთელი ეს დრო, რაც ცხოვრობთ ამ მწვანე პლანეტაზე და რაც დავიწყეთ წერა კითხვა, ალბათ რაც აღვაფრთოვანებს ამ სასტიკ გარემოში არის, როცა ადამიანებს შეუძლიათ თავგანწირვა ერთმანეთისთვის. იქნება ესენი ოჯახის წევრები თუ იქნებიან ერთმანეთისთვის შეიძლება უცხო ადამიანები, ამის არ აქვს მნიშვნელობა. და ვთქვათ, აი ამის მერე როგორ გრძელდება ცხოვრება. თავი თემები ეს არის ალბათ მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა, ოჯახი, ადამიანები, რომლებზეც ძალადობენ და თითქოს მემკვიდრეობით გადაეცემა ეს ძალადობა ერთი თაობიდან მეორეს და მთლიანად ანგრევს ადამიანების ცხოვრებას. მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანები პოულობენ ხელჩასაჭით, რომ გამოძვრნენ და დარჩნენ ადამიანებით. შოთა! შეიძლება რაღაც გკითხო, შოთა? შოთა, რატომ არ ვნახეთ? სად? აი, ციხეში რატომ არ მოდიოდით, შოთა? რატო? არიცი? და ვიცოდე? გამორჩეული არის იმით, რომ რაც ხდება სპექტაკლში, ძალიან ნატურალიზმი, ანუ თითქოს სახში ვართ და აი სამზარეულოს ატმოსფერო ტრიალებს. სხვანაირი თამაშის ხერხი არის საჭირო. და სულ გვაქვს პრობლემა ჩუმად ვლაპარაკობ და მაგაზე რომ ხმას მოუმატე, იმიტომ რომ არ მინდა გადავიდეს ზედმეტში და ალბათ ეგა, მაგრამ შევეცდები ახლა რა ხმა გავაგონო. ეს ბიჭი არის ერთი შეომდგარი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სულ ცდილობს სამსახური იშოვოს, ეძებს, მაგრამ არ ცდილობს, თორემ რომ უნდოდეს იპოვის რაღაცას. ბოლოს ისე უბრალოდ ამბობს ბოლოს ერთ სცენაში, რომ სტანშიკად ვიწყებ. არ დაიწყებს სტანშიკად, მაგრამ ესე და თავის დაარჩენს, ასე ვთქვათ, დაზია მიმაგრებული. მე რომ გაიზარდა სრულწლოვანები რომ გახდეს. ნუ გავიზარდეთ მე არ გინდოდა ჩემი ახლა. რატო არ ვნახულობდი, ჩოთა? არ ვიცი. თუ ტელევიზორი მოგენატრებს ჩაგიხდით რა? მე დედა გენატრებოდათ? გენატრებოდი. და რატო არ ვნახეთ? გეგონათ რომ არ გამოვიდოდი? გეგონათ რომ ციხეში მოვკვდებოდი, შოთა მიპასუხე. საბად გავიდეთ რომ შენთვის ძალიან ნელა გავიდა, შოთა ძალიან ნელა.
მარინა რევია ძალიან საინტერესო პერსონაჟია და იცით რა აი თამაშის დროს მე ჩვენება ზოგჯერ რაღაცა ეს არის თითქოს ეს არის რაღაცა მიძღვნა ტენესი უილიამსის მიმართ რაღაც ადგილას შეგრძნებით მაგონებს მინი სამხეცეს კიდევ რაღაცა მომენტებში კიდევ მეჩვენება რომ ეს არის რაღაცა მედეას თემა იცით ბევრი ქალის სახეა და ეს ბავშვებიც და ეს სკოლის რაც ხდება ეს პერიპეტიები და კოლიზიები ამ პიესაში ბევრ რამეს მოიცავს ძალიან ბევრ რამეს მოიცავს და აი სწორედ ეს სიღრმე და ეს მასშტაბურობა მომწონს თან ეს ენა რა ენით უნდა წერო როგორ მე ძალიან მიყვარს ეს დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე ძალიან ჯერ გავითანი როგორც დრამატურგი მომეწონა და მე აღმოვჩნდი რომ მის პიესაში ვთამაშობ გაიასირებით რო არის ქვეყანა სავსე არ იცი და საერთოდ ყველას მაგრად არ კიდიათ მე რა მეწინება და რა გამიგია სულ ყველას და განებები სამსახურს დავით ხოდა ვიყვარდეთ მე ვიმუშავე მადლობა საინტერესო იყო იმიტომ რომ ჯერთი უცბად მომიწიანი ნინო კასრაძესთან მუშაობა ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და თან გაკვეთილი გამოცდა თუ ბევრი რამე ერთად და პარალელურად ეს თვითონ გურამთან პირველად მიწევს მუშაობა მაგდა პატა რომელთანაც ძალიან მომწონს მუშაობა და უცბად ეს 4 ადამიანი ალექსა მეხუთე დრამატურგი აი არ ვიცი როგორ ხდებოდა პირველი დღიდან დღემდე სულ ერთად და ძალიან საინტერესო. აი, ბევრი რაღაც მე ესე მგონია, შენ ესე მგონია აზრების გაცვლა გამოცვლა იყო ძალიან თავისუფლად შეგვეძლო, ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. მე ამ ხრივ ძალიან მომეწონა, თავისუფლად გრძნობდი თავს.